ერთი პირველი ივანიშვილი, ვისაც წაართვა ბინა და გამოასახლა, ჩემი და იყო. 2007 წლის იანვარში დააყენა პოლიციელთა ასეული, აგერ ერეკლეს მოედანზე, დღეს სადაც თქვენ აკეთებთ სიუჟეტს, აი იქ ცხოვრობდა, შანგრილა რო არის კაზინო, აი მაგ კორპუსში, გამოასახლა და სიკვდილამდე ნერვიულობდა და განიცდიდა იმას, რომ თავისი სადაც დაბერდა, იმ ფუძიდან გამოასახლეს და გარდაცვალების წინ მითხრა, რომ ყუთიაო იქ ჩემთან სახლში, სადაც ცხოვრობდა, მე ვერ შეეუგო იმ ადგილს ვერაფრით. ყუთიაო და იმ ყუთში აწვა ყველაფერი საბუთები, რომ მე მოკუთვნოდა ეგ სახლიო. ის სახლი ჯერ დაწვა. ორჯერ დააწვევინა. ისეთი ბოროტება ეს არსება. ხალხი გაასახლა უკვე დამწვა საშუალო ვერ ცხოვრობდნენ მის რაღაცა ფული და მარტო ჩემი დაღაიღო დარჩენილი არ გადიოდა და ძალით პოლიციის ძალით 2007 წლის იანვარში გაასახლა და ეს ხდებოდა მაშინ როდესაც წინა რეჟიმი მისი მოყვანილი, მისი დაფინანსებული, როდესაც წინა რეჟიმის ეკონომიკური მრჩეველი იყო, მაშინ, როდესაც ერთად ადგენდნენ გადასახადების გეგმებს, როცა აფინანსებდა სპეცრაზმს მიტინგების დასარბევად, ეს მაშინ ხდებოდა და წინა რეჟიმის მიერ მიცემული იყო მითითება სასამართლოებზე, რომ ნებისმიერი სარჩელი ივანიშვილის უნდა დაკმაყოფილებულიყო მათ შორის თავისი მეზობლების ბინებიდან გამოსახლებაზე, მათ შორის ვერის რეგიონში აი შენობების დათრევაზე, ის აბრეშუმის ქარხანა ეხლა რომ ჩალიჩობენ და მათ შორის იპოდრომის ხელში ჩაგდებაზეც თან არასწორ ინფორმაციებს ავრცელებდა, რომ თითქოს ეს იპოდრომი ვიღაც კვარაცხელიასია და ეს მთელი მიტინგოსნები რომ მიდიოდნენ იქ, ლაძლავდნენ და აგინებდნენ ამ კვარაცხელიას და სინამდვილეში ამისში ყოფილა. ეს წარმოუდგენელი ბოროტება შვა მაპატიოს ღმერთმა, დედამისმა მეგობრებო და დედა საქართველომ, დედა სამშობლომ უნდა დაამთავროს. ეხლა თქვენ მკითხეთ, რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის, რომ რუსთაველი არ დაცარიელდეს, ყოველ დღე იყოს მიტინგები, აქციები, მსვლელობები, პროტესტები, NGO-ების მოწყობილი, პარტიების მოწყობილი, კონკრეტული ჯგუფების მოწყობილი, სოციალური თემატიკა, იმიტომ რომ სოფლიო უყურებს. პულსი და გულისცემა არის ქუჩა, მაინც ქუჩა. და გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნება უახლოეს ხანში ივანიშვილის დასანქცირებაზე, მისი ბანდის ნეიტრალიზაციაზე, უკვე სახეზეა, უკვე საფრანგეთიც კი ავალაპარაკეთ, მას შემდეგ რაც 50,000 წერილი გაუგზავნეთ ბატონ პრეზიდენტ მაკრონს იმის თაობაზე, რომ უკვე სირცხვილია, რომ არასწორად მიიღო დანაშაულებრივად მოქალაქეობა საფრანგეთის კაცმა, ხელი მოაწერა ვიღაც ქალთან. ამ დროს ძველი ქორწინება ძალაში იყო. ეს არის ბათილად ცნობის საფუძველი ნებისმიერ ქვეყანაში. ანგოლა გეიტი ხახვივით შერჩა, არ მოსთხოვეს პასუხისმგებლები, ყველა დაიჭირეს 1 მილიარდიან რუსული ერაღზე იქ აფრიკულ ქვეყანაში რო შეიტანა. საპატიო ლეგიონური წოდება საერთოდ დაცინვა იყო ქართულ ხალხზე, რაც მაგან გააკეთა მაკრონმა კონკრეტულად. ეხლა რა ხდება? ეს მინდოდა მეთქვა და ამიტომ გამიკვირდა პატარა დრო. არა პატარა არა, ნახევარი საათია ვსაუბრობ. მაკრონი წარმოადგენს როთშილდების კლანს. როთშილდების ბანკშია გაზრდილი და ეძახდნენ შოპენს, ფინანსურ შოპენს. რა შოპენი კი ვხედავთ, ხო? სხვადასხვა როთშილდებმა ჟორჟ პომპიდუს გაზარდეს 70-იან წლებში პრეზიდენტად. ეს მეორეა მაკრონი. და როთშილდებს აფინანსებს ივანიშვილი ჩვენი ფულით. მარტო ბოლო ტრანში 10 მილიონი აჩუქა ღარიბაშვილის პრემიერობის დროს როთშილდებს. როთშილდები უწევენ მაკრონთან პროტექციას უწევდნენ და შესაბამისად მაკრონის ანიჭებდა საპატიო ლეგიონრის წოდებას არ სანქცირებდა. ბოლოს და ბოლოს ვაიძულეთ ჩვენ ფრანგული პოლიტიკური სპექტრი დაეწყო მოქმედება დაწყებულია, ის დასანქცირდება საფრანგეთიდან, ის დასანქცირდება ლონდონიდან. ვაშინგტონიდან ელოდება საშინელი საანქციები და ვერ უშველის ერიკ ტრამპი და ვერ უშველის ის ფული, რომელიც გაუშვა იმ ერიკ ტრამპის ორგანიზაციაში, თავისი ჭკუით ქრთამი მისცა ეხლა ტრამპს. ეხლა სასაცილოა, ტრამპს რომ უნდოდეს ამ გზით ფულების გაკეთება, ტრილიონს აძლევდნენ ირანელი მოლები. ტრილიონს მისცემდნენ. პუტინი მისცემდა მილიარდებს ტრამპს. ეს რო იყოს არაღირებულებითი მოვლენა და ტრამპი რო საკუთარ ბიზნესზე იბრძოდეს და მუშაობდეს. აი რადონის იდიოტი უნდა იყო, რომ აი ეს დაიჯერო. შესაბამისად მე მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, რომ რეჟიმის საქმე დამთავრებულია, ძალიან მალე მას დავემშვიდობებით, მათი ნება სასტიკად დაენერცხებიან თუ შედარებით რბილად, თვითონ აირჩიონ, დანიშნონ დროზე არჩევნები გამოაცხადონ, რომ ტოვებენ ძალაუფლებას და ხალხს გადასცენ მათი ბედის გადაწყვეტის პრეროგატივა. მე კიდევ წეგან თქვენ კარგად ჩამოთვალეთ, რასაც მოვითხოვთ ტრამპისგან, ეს კონტრაქტი ტრამპ ტაუერის მშენებლობაზე შეჩერდეს, სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება, არავითარი დათბობა რეჟიმთან, არავითარი დათბობა მაგნიტსკის სიაში შეყვანა ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის დასანქცირება ოჯახიანად მთლიანად პარალიზაცია
და რაც მნიშვნელოვანია, მე მოუწოდებ ამერიკის ხელისუფლებას გამოიყენოს უნივერსალური იურისდიქცია, გასცეს დაპატიმრების სანქცია ივანიშვილზე და მის ჯგუფზე, როგორც ეს EUTHOS დასკვნაშია, სხვათა შორის უნივერსალური იურისდიქცია, მოახდინოს საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის გზით მადუროსნაირად ივანიშვილის დაკავება და საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენა. აი ეს იქნება ქართველი ხალხისადმი ისეთი მეგობრობის ჟესტი, რომელსაც ჩვენი ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს და ტრამპის ტრამპ ტაუერს კი არა, ტრამპის ზელს დადგავს აქ.